ფოთი კეფალის ფესტივალისთვის მზადებას იწყებს. გუშინ აქტივობა ჩატარდა ხელოვანთა სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ორგანიზატორებმა სკვერში განთავსებული ფესტივალის სიმბოლო განაახლეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. წელს ფესტივალი 16 აგვისტოს ჩატარდება. დაგეგმილია მრავალი, როგორც შემეცნებითი, კულტურული, ასევე სპორტული ღონისძიებები. ეს ჩვენ ფოთში ვართ, რკალზე, რუსთაველის რკალზე. ყოველ წელს 2018 წლიდან დაწყებული ჩვენ ვაფერადებთ აი ამ ლოგოს. ფოთის კეფალის ფესტივალის ლოგოს. სხვადასხვა წელს იყო სხვადასხვა ხალხი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ლოგოს აფერადებს უკრაინელი, პოლონელი, ლიტველი, ქართველი, რუსი. ყველა ვინც დღეს ცხოვრობს ჩვენ ქალაქში. თქვენ იცით, რომ კეფალის ფესტივალი ჩატარდება 16 აგვისტოს წელს. სხვანაირი ფორმატი იქნება და აქედან გამომდინარე ძალიან გთხოვთ ნახეთ Facebook გვერდზე რა ფორმატის ფესტივალი გვექნება, რა ახალი თემები შემოვიტანეთ ჩვენ ამ ფესტივალში, იმიტომ რომ დრო გადის, ბევრი რაღაცა იცვლება და ამიტომაც იყავით მზად. მერვე წელია ჩვენ კეფალის ფესტივალის აქტივისტები და კეფალის ფესტივალის ორგანიზატორები ვანახლებთ ამ ლოგოს, რომელიც არის ქალაქ ფოთის ლოგოთ ქცეული ინსტალაცია კეფალის ფესტივალის ფერებში. დღეს მოწვეული არის ჩვენი ფესტივალის სტუმრები და აქტიური წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამ ფესტივალის განვითარებაში და შექმნაში. ფესტივალი მიზნად ისახავს ტურისტებისთვის ფოთის როგორც დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქის გაცნობას და мис პოპულარიზაციას. 16 აგვისტოს ყველას ველოდებით კეფალის фестиваль. Вечер есть Кефала фестиваль. Ласково просим на фестиваль Кефали. Я рада тут быть. Запрошаем вас на фестиваль Кефали. ფოთში კეფალის ფესტივალი 2018 წლიდან იმართება.